ეკეთება გულის შუნტირება, ანუ სამედიცინო ენაზე აორტოკორონარული ბაიპასის ოპერაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მედიანური განაკვეთის სტერნუმთან, ანუ მკერდის ძვალთან, მკერდის ძვალი გაიხერხება და გაიყოფა ორად, რათა ქირურგი მიუდგეს უშუალოდ გულს. შემდეგ ხდება უკვე გულის გადაყვანა ხელოვნურ სისხლის მიმოქცევის აპარატზე, აი ამ ორი კანულით, ერთი აორტაში დგება, მეორე მარჯვენა წინა გულში, რათა გული გაჩერდეს და პარალელურად პაციენტის ორგანიზმი სისხლის მიმოქცევით იყოს მომარაგებული და ქირურგმა შეძლოს გაჩერებულ გულზე ამ სისხლძარღვების ერთმანეთთან მიკერება. ამ ანასტომოზებისთვის გამოიყენება აი ეს ორი სისხლძარღვი, ესენი არის გულმკერდის შიდა არტერიები, ან ფეხზე მდებარე ვენა, საფენა და ქირურგები ამ ორ სისხლძარღვს იყენებენ იმისთვის, რომ გულის სისხლის მომარაგება გააუმჯობესონ და იმ შევიწროებულ ადგილს კორონარულ არტერიაზე გვერდი აუარონ. ესე ხდება უშუალოდ ამ არტერიების ერთმანეთთან მიკერება. წარმოიდგინეთ, ეს სისხლძარღვები არის დაახლოებით 2.5-დან 3 მმ-მდე დიამეტრის და ქირურგმა უნდა შეძლოს მათი მიკროქირურგიულად ჰერმეტულად ერთმანეთთან მიკერება, რაც საკმაოდ რთული დავალებაა. როდესაც ეს პროცედურა მორჩება, შეიძლება ქირურგს დაჭირდეს გამოყენება ელექტროშოკის, ეს იყო ელექტროშოკის პადები, რომ გულმა დაიწყოს ისევ ელექტრული აქტივობა.